ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. ჩვენი ფილიალის გახსნა დიდი რომში. იქით ბარგალკა მუშაობს, აქეთ სუფრა იშლება, მოკლედ ყველაფერი მოესწრება ივენთის დაწყებამდე. ეხლა კი წავედით. თეფშები და ჭიქები მოტანილია. და ჩახები. ეს ფოტო უნდა გადავიღო. აბა ერთი დასტა. ერთია. მეორე? Queen. My mother, my father, thank you. ეს იმენდოლი. აბა როგორია სკამი? ვაფშე სხვა ის. ეს ჩათვალე ახალზე გადაიღებ. შეიძლება საფრთხე. შეიძლება დაჟინები ვერ არის. ისივით მითამაშ. ანუ გადაწყვეტა ითამაშო ისევ. всё, ეხა სერიოზულად ვითამაშებ მაფიას. მართლა ვითამაშებ. ძალიან მაგარია. გამარჯობა რომ აკაცოთ ხელბო. ახტება რა. ჰა? თქვენი ემოციები უნდა გადავიღოთ. ჩემი ემოციები საოცრება. ჯერ არ გინახავ თავარი. ესეთი არაფერი არ მინახავს შე. აი არის რა უკეთესი შეიძლებოდა რა სიმონტო. კარგი, რავი, რა უნდა რომ თქვა რომ ძალიან მაგარია ჯიტუ საღურამდეს მიაღწია ეგ უნდა რომ გაუთხრა არა. არა, მე მინდა მე შურით და მოხმიწყდები და მაგას არ ვიტყვი რა. მე არ მაკლია, მე მინდა იმის მოსმენა რომ ერთი სულ მაქვს როდის მომწო, როდის თამაშობ. არ მაქვს ერთი სულ. ორგენი საქონლის ეკონომიანია. ეს თვალში რომ შემეწყალოს ერთი კვირა არაფერი მიჭამდა. უასა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის. ჯიგრები ხართ ყველანი, გულით მიყვარხართ. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ამხელა რაღაცეებს გვაკეთებინებს. მე აქვე მინდა რომ უდიდესი მადლობა გადაუხადო ერთ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე ვიდეკით და დაგვეხმარა. ნოტოს ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ბიზნეს პარტნიორი რომელიც ვაკეთებ ამ სიუცეს და ყველაფერს. მაფიას თამაშობ დღეს. არ გამაგდოთ გეხვეწები ზომას გაფიცეთ რა რაღაცა. მატარეთ ცოტა. როდის იწყება მაფია? FIFA-ს ტურნირი, რომელიც ერთ-ერთი პროფესიონალი არის საქართველოში, FIFA-ში. და YouTube არხი აქვს מחარა, რომელიც აუცილებლად გამოიწეროთ ვიდეოსა. აუცილებლად მოდი მეგობრებო, ვისაც გიყვართ თამაშები, FIFA, UFC, რავი, აგერ მაგარი საჭიროებია, თუმცა აღარ ვიჭიქი, მაგრამ გასულა ნახმარხანებოდა თავი. ასევე მაფია რა თქმა უნდა და ბილიარდი ასევე, მაგრამ მაფიაზე მაგარ სიამოვნებას ვერსად ვერ მიიღებ. Სპას გახსნის მომენტი. ლაბ შვენიერი ლუდიც დამხდა აგერდა მეგობრებო ძალიან გამიხარდა რომ პატრიოტის კარტი ამოვიდა. რავი მე ჯერჯერობით მაფიის ისტორიაში რაც ვთამაშობ თუმცა მაფიაში ჯერ არ ვიბანავია. ოდა დღეს და ურამე ამზად
უთხოვნეს უსვენ? ვასახელი, 6 ვასახელი. 8-ზე რა თქვა? როგორ ახლა ხო გავიხსნა შენ რა გინდა ანუ შენ ეხლა ემოციურად ხვდები რომ არ ხარ შავი მაგრამ რა გინდა ვაფშე ამიტომ თქვენ რომ მე 11 დახურავს დღეს ყურადღება შეიქო ვისოს რომ ორივე თამაში გავხდოს სამიხმა და მიულოცოთ მაფია ჩემი ძმა მოდი გაგაცო ეს ძმა იუთუბერების სუფრაზე რა გინდა მართლა მაინტერესებს რო ადგილა გახვიდე არ შეგიძლია სახშიო წახვიდე მადლობა ბიჭო ისე აბლავდება და გამრავლდება და გამარჯობა მე ვარ პეტრე ბერულავა და პირველ რიგში მინდა მადლობა მოვახსენო დამსწრე საზოგადოებას ყველას პერსონალს საერთოდ ვინც მიიღო მონაწილეობა იმაში რომ ჩვენ აქ შევკრებილიყავით რა თავიდან იყო ნუცუბიძის სპეციალიდან დაიწყო ყველაფერი ეხლა დიდი ღომში ვიმყოფებით უფრო კარგი სივრცეა უფრო განვითარებული და რავი უფრო მეც უსურვებ ასე ვთქვათ და მე ყველაფრით მაყოფილი ვარ ეხლა ველოდებით ალექსანდრე თოფურიას ჯგუფსაც გამარჯობა მე ვარ ზემოთხსენებული 2 ნომერი იგივე ჯიპა MVP-ს მაგიდაზე მოვხვდი პატიოსანი როლით, ასე რომ ისარგებლე შემთხვევით და სულ ყველას მინდა მოვუხადო მადლობა ფულრუმ მაფიის ჯითოს აი ვაფშე ყველას, იმიტომ რომ ძალიან კაი სივრცეა, აქაც ნუცუბიძეზეც ყველა მოდით. კაი მაფიის თამაშები გინდათ უნდა მოხვიდეთ აქ. პას. ფულრუმი არის იდეალური სივრცე, ყველას ურჩევ რომ მოვიდეს. ძალიან კაი მეგობრები არიან. G2 ელოშა ყველა ძალიან მიყვარს, ლინკა განსაკუთრებით. უბრალოდ პატიოსანი მომივიდეს, უბრალოდ პატიოსანი თოვიგე, გავხდი MP და რავი აქ მოვედი, აი გახედეთ უკან რა ლამაზია. G2-ს აღო კიდევ ერთხელ რა. და სტაფის წერებს რა, ძალიან აგრები არიან ყველა. მოგესალმებით, მე ვარ მაგდა, ბოლო თამაშის ეგრეთ წოდებული MVP, გავხდი დეტექტივის კარტით. მართლა უდიდეს რამეს აკეთებს G2-ში და მთელი მაფიის სტაფი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს სივრცე ბურუ მაფია გახდა აი უნიშნო ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ასე ვთქვათ, ყოველ დღე იმედით ვარ, რომ ან დღეს ან ხვალ მაფია უნდა ვითამაშო და რაღაც ძალიან დიდი ხანი შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში და დიდი მადლობა G2-ს ამისთვის და თქვენ ნებისმიერ გამომწერს შეგიძლიათ ჩვენსავით მოხვიდეთ და ითამაშოთ, როგორც ბესარიონის ლენტის 92-ში, ასევე მირიან მეფის 31 ნომერში. პანდემიის პერიოდიდან რო დაიწყეს, ბიჭებმა ლაივში რო თამაშობდნენ, ეტაპობრივად ხედავ როგორ იზრდება ეს ბიზნესი, როგორ ჩაება სხვადასხვა ადამიანები, აქ ბევრი მეგობრები შევიძინე და თქვენ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ, გაერთოთ და ჩვენთან ერთად ანუ ითამაშოთ მაფია რა. ძალიან მაგარი სივრცეა, მიულოცავ G2G-ს და მთელს ტავს ამ ახალი სივრცის გახსნას, მართლაც აი ძალიან მაგარია, მაგარი ემოციები იდება აქ, ესეთ კარგ და ოქრო ხალხთან ერთად მოვწამით, ითამაშეთ. ეს სივრცე არის ჩემთვის მეორე ოჯახი, იმიტომ რომ კიდევ განუმეორდები, არის ძალიან ინტელექტუალური ხალხი და მიყვარს აქ ყოფნა რა. მადლობა G2G-ს, მადლობა ყველას, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის ამ პროექტში. რაც შეეხება საგას, პროფესიით ვარ ფილოსოფოსი და მე ვფიქრობ, რომ მაფიის მთავარი საგანია ფილოსოფია რა. ეს რაღაცა გაგეგება ამაში, ესე იგი კარგი მაფიოზიც გამოხვალ და კარგი მოთამაშეც. მაფიის მოთამაშეებს 11 ადამიანს ვიწევ ფეხბურთში და ფეხბურთელები, ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ კარგად. ხო და ვიწევ, აი ვინც ნახავს, ვიწევ მაფიის თამაშს და ფეხბურთშიც მინიზეობთ. შენ ცხარი ფეხბურთელების ჩატში? მე უნდა მათამაშონ ფეხბურთი. დიეტაზე ვარ. 5 კილო დავიკეთე. წარმატებები 11 მოთამაშეს, იმედია კარგი თამაში იქნება, 2 დეტექტივით, 2 შერიფით და ძალიან კარგი სერიით. მადლობა.